ეს არის ის საიტი, სადაც მე ფიზიკურად ვყიდულობდი ვერცხლს და ვხედავთ, რომ ყველა ვერცხლის საინვესტიციო მონეტა არის ამოყიდული, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერცხლზე არის სტაციაობა. დავრეკე და ვუთხარი, რომ შეიძლება თუ არა დაჯავშნა, ან შეიძლება თუ არა შეკვეთა და მან გვითხრეს, რომ ჯერ ისინიც არ არის ჩამოსული, რაც ხალხს აქვს შეკვეთილი, ასე რომ ვერც შეკვეთა შეიძლება, ვერც რეზერვაცია შეიძლება და სავარაუდოდ 4 თვის განმავლობაში მინიმუმ მარაგებსაც ვერ შეავსებენ, რაც რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ეს ძალიან აისახება ვერცხლის ფასზე და სავარაუდოდ ვერცხლის ფასი კიდევ აიწევს. მე ყოველთვის ამბობდი, რომ ვერცხლმა კი ბატონო გააკეთა ძალიან დიდი ზრდა და რაც all-time high-ზე რა თქმა უნდა არ ყიდულობ, მაგრამ ვერცხლის შემთხვევაში არის სულ სხვანაირად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ვერცხლს დღეს ძალიან დიდი ადგილი უკავია ინდუსტრიაში, ყველანაირ ჩიპში, ყველანაირ ელექტრონიკაში, ტელეფონებში, კომპიუტერებში, მანქანებში არ აქვს მნიშვნელობა, ყველგან იყენებენ ვერცხლს. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ინდუსტრიულად არის ძალიან აუცილებელი მეტალი. ამერიკამ სხვათა შორის ვერცხლით შეიყვანა დეფიციტურ და აუცილებელ მეტალების სიაში, როგორც ერთ-ერთი მთავარი მეტალი, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ ინდუსტრია იმუშაოს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოახდენს პოზიტიურ გავლენას ვერცხლზე. ამიტომ არის რომ მე ვაკეთებ ვერცხლში ინვესტიციას.